მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ ფილმის მონტაჟი. დღეს მოხდა არნახული რაღაც სასწაული ტემპით წავედით, ტემპით ცაკ, უსმად გამოვჭერით ფილმი. ოღონდ ეს არის პირობითი ვერსია, რომელიც უნდა მივიდეს ორშაბათს დანიშნულ ადგილზე. როდესაც ორშაბათს დანიშნულ ადგილზე მივა, მე არის შემდეგი პროცესები და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო ფილმი გამოდის. სხვათა შორის მეც არ ვიცოდი, რომ საქართველოში ყავს თბილისში ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც მარშს ვარჯიშობს. როგორ დავარქვათ? რეპეტიციო. აქტიურად რეპეტიციობენ და აი ახლა ჩემ დას უნდა ვკითხო, როგორ მოეწონა ჩემი მუშაობა, როგორ მოგეწონა, ამა? ძალიან მოგეწონა შენი მუშაობა, ძალიან ოპერატიული იყავი. ხო, არა, ხო, კარგად გავიხსენე ჯერ ყველაფერი. და ეს რა ქვია მაგას? მონტაჟის ის ხო, კარგად გაგახსენე. ხელობა. ხო, ძალიან დამეხმარე რა. მოკლედ ჩემი და მირეკავს გუშინ რომ აუცილებლად თაკო დამეხმარო რომ რაღაცა მაქვს რა ორშაბათამდე ჩასაპარა ორშაბათამდე არა ეხლა სულ მალე მოკლე ხანში უნდა ჩავაბარო და იქნებ დამეხმარო და რატომღაც ისე მოხდა რომ დღეს დრო გამომიჩნდა მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან არის ჩამოსული გერმანიიდან ერთ-ერთი იუთუბერი რომელიც სპეციალურად ჩვენს ოჯახზე იღებს ფილმს მაინც გამოჩნდა ეს დრო მეგობრებო და წამოვედი დილით და უკვე დღეს საღამოს აი ახლა რამდენიმე წუთის წინ მოვშით მონტაჟს არც მომეგონა რომ ესე მალე მორჩებოდი დამონტაჟს მაგრამ მონტაჟი დავასრულეთ მართლაც ფილმი გავარენდერეთ გავაჯემპეიგეთ და DVD-ზეც ჩავწერეთ არა უკვე დისკზეც ჩავწერეთ ასე რომ ღმერთმა შეგვიწყო ხელი, მაგრამ დღეს რაც მოხდა და ის რაც თქვენთან ერთად განვიხილე, აი ეს იყო ყველაზე დიდი საოცრება, მეგობრებო და არ დამავიწყდა, მე აუცილებლად მოგიყვებით ნიშნობის ბეჭედის შესახებ, რატომ დაიგვიანა ნიშნობის ბეჭედმა და რატომ მოვიდა 8 წლის შემდეგ ჩემი ნიშნობის ბეჭედი ჩემი მეუღლის მხრიდან. საჭირო დრო, საჭირო ადგილზე, საჭირო პირები, როდესაც დგანან, იქ ხდება საოცრებები. ასე რომ მეგობრებო, მე პირდაპირ გაგურავ, გარდა ამისა, მეგობრებო, დღეს ასევე მე მივიღე ძალიან საინტერესო ბეჭედი, არა მხოლოდ ნიშნობის ბეჭედი, არამედ დააკვირდით ეს არის სიმბოლო, რომელიც არის, აბა, ვინც მიხვდებით, ხო? ვინც მიხვდებით, აი ეს რა სიმბოლოა? ხელნაკეთია და სხვათა შორის ძალიან ორიგინალური. როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არის ჩემი ბეჭედი და რატომ არის ჩემი ბეჭედი? იმიტომ რომ შეიცავს ვარდის სიმბოლოს. ხო და ვარდის სიმბოლო შემოკარგება დავითის ვარსკვლავი, რომელიც ქართველებს გვეკუთვნის და ვიღაცებმა მიისაკუთრეს. ლაზარემ ქართულმა ანბანმა ისევ დაგვიბრუნა, ისევე როგორც ქოროსის თვალი, ისევე როგორც დავითის ვარსკვლავი, ისევე როგორც კალენდარი, ისევე როგორც ყველაფერი დაგვიბრუნა და დროც ჩვენ ხელშია, ანუ დროც დაგვიბრუნდა. ასე რომ გილოცავთ, ჩვენ ახლა წამოვედით პირი გამიშრა, ჩვენ სწრაფად ვაკეთებდით და ვჭრიდით ფილმს, ანუ ვამონტაჟებდით ფილმს და ახლა უნდა მივირთვათ გებრიელი ჰამბურგერი, ხო? ჰამბურგერი. წავედი, გაკოცეთ მეგობრებო და სულ მალე შემოგიერთდებით ახალი ამბებით.